საშუალო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებას აღნიშნული კლასების მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების შესახებ აპროტესტებენ და სასწავლო პროცესის ძველი ფორმით გაგრძელებას ითხოვენ. მოსწავლეები სასწავლო პროცესს მანამ არ განაახლებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება. ჩვენ მეგობრები ერთმანეთისგან დაგვაშორეს და მარტო მე-6 მე-7 კლასელები დაყვეს. მე-7 სკოლაში მე-6 და მე-7 კლასების სასწავლო პროცესის პედაგოგიური კომუნიკაცია. რაც შეეხება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მისი პოზიცია ასეთია. სკოლას აქვს უფლება გაყოს კლასები და ეს კლასების გაყოფა მოხდეს ბავშვების ერთმანეთში არის ხარჯზე. არის ასეთი პუნქტი და ჩვენ გვინდოდა აი ეს გაგვეხორციელებინა, მაგრამ წავაწვით გარკვეულ წინააღმდეგობებს და ამ პრობლემის შესახებ მოსწავლეთა მშობლებმა გორის რაიონის განათლების განყოფილების უფროსი ატყობინეს. გელა ჯაფარიძის ინფორმაციით, მოსწავლეთა პროტესტის კომისია შეისწავლის. 2 კლასის რამდენიმე ჯგუფად დაყოფის გადაწყვეტილება კი მხოლოდ მე-7 სკოლის დირექციამ მიიღო. შევქმნით კომისია, რომელშიც ჩართულია განათლების განყოფილების წარმომადგენლები ჩაერთვება სკოლის დირექციისა და მასწავლებელთა პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები, ჩაერთვებიან მშობელთა წარმომადგენლები და 2-3 დღეში აღნიშნული საკითხი კანონიერად გადაწყდება ისეთნაირად, რომ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც და მშობლებიც კმაყოფილნი იყვნენ. მე-7 სკოლის მე-6 და მე-7 კლასში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება. მოსწავლეებმა ასეთი გადაწყვეტილება განათლების განყოფილების უფროსისგან სიტუაციის მოგვარების პირობით მიიღეს. თუმცა მოსწავლეები ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას იმ შემთხვევაში არ გამოიცხავენ, თუ გელა ჯაფარიძის დაპირება არ შესრულდება. ისე ჩვენი მასწავლებლები და ისე ჩვენი მეგობრები გვინდა და იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხართო და სახალ მეგობრებიც შეიძინათ ეს და ისე გვინდა რომ ერთად ვიყოთ და კიდევ კლასის 4 ჯგუფად დაყოფის გადაწყვეტილებას სკოლაში მოსწავლეთა სიმრავლით ხსნიან. თავად მოსწავლეები კი მიიჩნევენ, რომ დირექციის ეს ნაბიჯი უსამართლოა, რადგან წლების მანძილზე ამ სკოლაში 32 მოსწავლეიანი კლასი არაერთია. იმ შემთხვევაში, თუ მე-7 და მე-6 კლასი A, B, G და D ჯგუფებად დაიყოფა, მოსწავლეები დირექციის დამორჩილებას არ აპირებენ. სკოლის ხელმძღვანელობა კი კომპრომისზე წასვლას გეგმავს.